სალამი, მოგესალმებით, როგორ ხართ? დღეს არის 2 მაისი, პარასკევი დღე. საღამოს 7 საათი არის საბერძნეთში. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, პოზიტიურ საღამოს გისურვებთ. ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები, თქვენი თბილი კომენტარები. 1-2 იყო რაღაც უარყოფითი და არც მინდა მაგათზე ლაპარაკი. უარყოფით კომენტარს მე არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ. მადლობა რჩევებისთვის, ჩემო კარგებო. ძალიან თბილები ხართ. მიხარია ესეთი დამოკიდებულებით, რომ ხართ ჩემს მიმართ. ჩემით არ შეიმჩნიოთ, იმიტომ რომ ეხლა ვიბანავე და სველი მაქვს თმა, ჯერ კიდევ. ესეთი ხვეული უბრალოდ ტალღოვანი თმა მაქვს და ძალიანაც მომწონს, არ ვისწორებ, იშვიათად რო თმა გავისწორო მე. რატომღაც ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას, ასე რომ ვთქვათ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც იწერთ ჩემს არხს, მეკომენტარებთ, რჩევებს მაძლევთ, მეფერებით, სითბოს გამოხატავთ ჩემს მიმართ. ყველას უხმესი მადლობა, თქვენც ყველას საუკეთესოს გისურვებთ, მახარებთ ძალიან, დიდ სტიმულს მაძლევთ თქვენი გამოწერებით და თქვენი კომენტარებით. ასე გააგრძელეთ და მეც გავაგრძელებ ჩემს ვლოგების გადაღებას და თქვენთვის გაზიარებას. წარმატებებს გისურვებთ. ეხლა რა მინდოდა მეთქვა, კიდევ არ მინდა რომ გამომრჩეს და არც გამომრჩება, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გიორგის ვლოგს, დედაშვილს, რომლებიც არიან სოფელ გამარჯვებაში, თუ არ ვცდები, ზუსტად ვიძახი და იქიდან იღებენ ვლოგებს. არ მეგულება ადამიანი, რომ ეს ვლოგერები არ იცოდეთ. დიდი მადლობა, ჩემო კარგებო, ძალიან თბილები ხართ, ჩემი არხის ხსენებისთვის მადლობას გიხდით ხალხის წინაშე. ძალიან გამახარა თქვენმა კომენტარებმა, თქვენმა გამოწერებმა და ძალიან გამეხარდა ის, რომ ჩემი არხი ახსენეთ თქვენ ბლოგში. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, ზრდას გისურვებთ, ბევრ გამომწერს გისურვებთ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, გოცნით და გეფერებით აქედან. ძალიან კარგები ხართ, თბილები ხართ და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. დილას გავამზადე, რა თქმა უნდა, საჭმელი და გაგიზიარებთ, მე ხა ჩაგისვავთ. დღეს ვაკეთებ თევზის სუპს და გაგიზიარებთ თქვენც. 2 ცალის ტაფილო, 1 ცალი ხახვი, 2-3 დიდი კარტოფილი, გავწკნათ. როგორ ხართ თქვენ? რა შვებით? ვირას ამზადებთ დღეს? დამწერეთ კომენტარებში. დელი თავდექი 8 წუთზე. ბებო ავაყენე 8 საათზე, 8-სკენ დგება ხოლმე, მე ადრე დგები. მივხედე. მერე სადღაც 9 საათსკენ ყავა მიირთვა. გავუმზადე, ყოველდღიურად ვუმზადებ. მეც მივირთვევ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე სადღაც 8 საათზე უკვე დალეული მაქვს ერთი ჭიქა ნალექიანი ყავა. ნალექიანს მივირთვე მე მხოლოდ, სხვას ვერ სვავ. და სახლი მივალაგე. ეხლა ვაკეთებ საჭმელს. ეს ყველაფერი დავჭრათ. 1 ცალი ხახვი უნდა, თლიანი, ესე უნდა ჩავაგდო. 2 კარტოფილი, 2 სტაფილო. მე ჩვენ 2 ვართ, როგორც უკვე გითხარით, მე და ბებო, ამიტომ ბევრს არ ვაკეთებ. დავჭრათ ესენი მხოლოდ შუაზე, კარტოფილიც და სტაფილოც. რაც მე ამის
გასუფთავებაზე ვიწვალე, აი ვერ აგიღწევთ. ამას მოვაჭრი ახლა, შიგნიდან გავასუფთავე. ეს მთლიანი უნდა ჩავდო წყალში, ამას არ ვჭრი. ამ ხახს აღარ უნდა დაჭრო, ნახევრად ჭრით. კარტოფლისაც ასე შუაზე. საკმაისი. მასაც ასე. სტაფილოც შუაზე. მეტი დაჭრა არ უნდა. ესეც ესე ჩავყარეს ყველაფერი ქვაფში. ეხლა ზემოდან ჩავდებ თევზს. იხაშება ჩვენი თევზი. ამ ქაფს მოვხდი ახლა. ესე გავრეცხე, გავჭერი შუაზე და ეხლა უნდა ჩავდო ქვაფში. თევზს დიდი ხანი არ უნდა უძვირფასებო, დაბლა ჩავაწყო სტაფილო და კარტოფილი და გაჭრილი მთლიანი ხახვი. ეხლა მას ზემოდან ესე დავადებ. ეს აძლევს სასწაულ გემოს. მეტად შემეძლოს სიტყვებით გადმოცემა, რა სასწაული სურნელი აქვს. ესეც ესე ჩემოკარგებო, სათდება, ცოტა უნდა კიდევ სტაფილო რომ მოიხარშოს. ეხლა უნდა ჩავამატო ბრინჯი. თეთრი ბრინჯი სასურველია. მე არ მაქვს ეხლა თეთრი ბრინჯი და ამიტომ ჩავამატებ ყვითელ ბრინჯს. გაჩვენებთ რამდენს. ყვითელ ბრინჯს ჩავაყრი. ეს მალე იხარშება, არ უნდა მას დაახლოებით 15 წუთში უკვე მოხარშული იქნება. კოკა-კოლა, პატარა, ბრინჯი, თეთრი ბრინჯი, ეს და ყველი. გამარჯობა ჩემო მეგობრებო. მე ვარ ლილია დობორჯგინიძე 10 წლის და ვარ თეკოს დაქალის შვილი. ჩემი თხოვნა არის რომ გამოიწეროთ თეკო. რაც უფრო მეტი ეყოლებით, იმისთვის უფრო კარგია. მე ვცხოვრობ საქართველოში და როგორც ისიც უკვე თეკო არის საბერძნეთში და იქედან იღებს ვიდეოებს. მეც უყურებ ხოლმე მაგის ვიდეოებს და ძალიან მომწონს. ვისაც არ ყავთ გამოწერილი თეკო, აუცილებლად გამოიწერეთ. მე ყოველ დღე შევდივარ მაგის YouTube არხში და ვამოწმებ ხოლმე გამომწერები მოემატა თუ არა. ასე რომ ძალიან გთხოვთ, ვისაც არ აყავთ გამოწერილი, გამოიწეროთ თეკო და დაასაბსკრაიბდეთ და მოიწონეთ მაგისი ყველა ვიდეო. გთხოვთ, გამოიწეროთ, რაც უფრო ეყოლებით, მით უფრო კარგი იქნება იმისთვისაც და მეც გამიხარდება. ასე რომ ძალიან გთხოვთ, მართლა ძალიან კარგ ვიდეოებს იღებს და გთხოვთ რომ გამოიწეროთ, ანუ აი ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ თეკო. ეხლა კი დაგემშვიდობებით, კარგად და თიკოს გამოწერა არ დაგავიწყდეთ.